რეგიონში არსებულ უცხოურ ობიექტებში დასაქმებულთა სამუშაო გრაფიკი ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა, თუმცა მათი ანაზღაურება მინიმალურზე ნაკლებია. აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. იგი განმარტავს, რომ მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირად მეზობელი თურქეთიდან შემოდინებული ინვესტიციების შედეგად გახსნილ საწარმოებშია. მან დღეს მაგალითისთვის სოფელ ბობოყვაჩი მდებარე აჭარა ტექსტილი მოიყვანა, სადაც მისი ინფორმაციით დასაქმებულებს სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე შეუსაბამო ანაზღაურება აქვთ. უფლებადამცველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და ურჩევს, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების განხორციელებისას გაიზარდოს ადგილობრივი კადრების დასაქმების მაჩვენებელი და მათი ანაზღაურება. კომპანიის პოზიცია იხილეთ მთავარ გამოშვებაში. ხშირია ფაქტები მასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი მუშახელი ფაქტიურად მაქსიმალური დატვირთვით ღებულობს მინიმალურ ანაზღაურებას. მაგალითისთვის მე შემიძლია მოვიყვანო ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკა, იქ დასაქმებულ ადგილობრივ ესე იგი კადრებს აქვს მინიმალური ანაზღაურება. ჩვენ მიმართავთ მთავრობას, რომ უცხოურ ინვესტორებთან ურთიერთობის დროს აუცილებელი პირობა უნდა იყოს და ჩაიდოს, რომ ადგილობრივი კადრები იყოს დასაქმებული და მათი ანაზღაურება უნდა იყოს საშუალოსთან მიახლოებული მაიც.